ჰაი, მოგესალმებით მეგობრებო, უკუნითი სიბნელედან, რადგან ჩვენ სახლში არ არის დენი. და დენი იმიტომ გან არ არის, რომ უბრალოდ უბანში არ არის. იმიტომ არ არის, რომ ფაზა, როგორც აღმოჩნდა, გადაიწვა და უგზო-უკლოდ ველოდებით, როდის მოვა რაღაც ამ წერუარი, რომ გააკეთონ ჯერჯერობით მოსვლის პირი არ უჩვენთ, მით უფრო წასვლის. რა გინდა, აღარ გინდა? ხო და აი ესე ველოდებით უგზო-უკლოდ, პარალელურად საღამოს ველოდებით ჩვენს მეგობრებს. ხო და აი არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება. და ჩვენ ორივად, ისინი წავდნენ ის ორი და ჩვენ ორივად. ხო. ორი. ხო და მოკლედ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ველოდებით ცოტა სიბნელეა რა თქმა უნდა. მიუხედავად რომ ყველაფერი გადაივის მაქვს მინები, მაინც ხა ისეთი რომ კამერაში კარგი განათება იყოს, რა თქმა უნდა, არ არის. ესეთი ამბები. კიდევ კარგი რომ ესე იგი არ წაეკიდა და არ გადმოვიდა სახლთან ეს ცეცხლი, იმიტომ რომ შუოდაო ხმები ისმოდა საშინელი ძალიან სიმციმებდა რაღაცა პერიოდი ნათურები ხარას დაუბრალეთ ხარას და საბოლოო ჯამში სავარაუდოდ ფაზი ბრალია. ანუ სახლში სიმციმე თორე ფაზა ისედაც გაფრჩებული. ყველაფერი უნდა ინციმციმოს. მე ეს ამთალი არა. ვაიმე გოგოებო. თმა გაგისწორო, მობრუნდი რა. კაცო, რატომ ირტყავ? აქ ცხენია? ვაიმე გოგოებო, მე ოქროს ბირჟაზე ვნახე. მინანქრის სამკაულებ და ზოგადად მინანქარი აი ძალიან მიყვარს ბეჭდები, ანუ უფრო განსაკუთრებით ბეჭდები. და მე მიყვარს ხოლმე რომ დაუშვათ შეება ერთი მეკეთოს, აი ხა როგორც არის ეს დიდია მაგალითად და ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ. და ამაზე ბევრად დიდი მინანქრის ბეჭედი პორტრეტი გამოსახული ვერ გადავიღე სამწუხაროდ, ძალიან მინდოდა გადაღება, მაგრამ ვერაფრით ვერ გადავიღე, გარბენით ვიყავით და ვერ შევძელი, გადაღება ულამაზესი იყო. საოცარი რად მოხატული პორტრეტი, ხა ვის იყო კაც მარიცის, მაგრამ მოკლედ ძალიან კარგი ნამუშევარი ქონდა, ხატავს ვიღაც ბიჭი მოკლედ. კონსულტანტმა მითხრა რომ ხო და ისეთი ლამაზები იყო გოგოები პორტრეტი. მარიკო, გადავარდი და შეიძლება რომ ასე მოიწიოდე, აი ასე. აი მანდიყავი დედიკო, ჩაახარ საყვარელო. ისეთი იყო გოგოები, აი ეს ხო არის, ეს რა არის, აი სამთიცი რო გადაგწოდება იხელა. მაგრამ ისეთი უცხო იყო, ისეთი ლამაზი. ერთ-ერთი რაც არ მომწონს და ზოგადად თუ მინანქარიო ეგრეაო და თითქმის ყველას ეგრეა, ხო სადაც არ უნდა იყიდოთო, შუაში გახსნილი, ანუ დასარეგულირებელი რა. ეგ არ მომეწონა. უბრალოდ ზომებსო ეგრე ძალიან ძვირი ჩდებაო მინანქარი და ეგრეო ზომებითო ვერ გააკეთებენო. ხო და ესე დასარეგულირებელი აქვთო, მაგიტო ძალიან ლამაზები ქონდა, აი ძალიან ლამაზი. ხო და მოკლედ მაძლევდა 90 ლარში. იყო 100 ლარიანი, 100 ღირდა და იყო 150 ლარიანიც. და ანუ 100 ლარიანს 90-ში მაგაზ ნაკლებათო არ შემეძლია. აი ლამაზეს. ვფიქრობდი, რომ აი ხა მეთქი ხوار ვიყიდო. გავიხედე, გამოვიხედე, მე ხوار ვიყიდო და მე ვიფიქრე, რომ ჯერ სამსახურში არ გავსულვარ მეთქი და მოდი რომ გავალ მე ვიყიდით ხო რა. შეიძლება მე აღარ მომიდეს, მაგრამ ანუ იმ მომენტში ესე ვიფიქრე. და ხა შეიძლება უფრო მნიშვნელოვან რამეში გამოიყენო ადამიანმა და ახლა მეთქი მოდი ჯერ სამსახურში არ ვიცი როდის გავალ და მირჩევნია რომ სხვა რამე თუ ზრუნველყოფილი ვიყო და თქვა ბეჭედი ფუფუნებაა და არ არის ბეჭედი საჭიროება, ხო ხვდებით რა. მე ისეთი ლამაზი იყო ხო გადა რომ ეხა ვნანობ როგორ არ ჩავაკვეტე ერთი კადრი მაგის როგორ არ გაჩვენეთ ნერვები მეშლება. ხელი აღარა მაქვს. ხელი აღარა. ვაიმე, ჯვარი წერია საყვარელო, რა ხელი აღარა გაქვს.
ხო და მე ერთი დღე თან რა არიცით შეიძლება არ უნდათ რომ კამერაში ჩანდეს ხო ხვდებით ეგეც არის რომ ანუ მე ნაკეთობები რაღაცები არ არის რა ესე რომ გადაიღო მე მგონი არც შეიძლება სავარაუდოდ მე მგონი ეგრე შეიძლება ჩუმად იმერც კაც გადავიღებდი მაგრამ ვერ მოვასწრე ხო და გადავირ ვაიმე ხალხო ოქრო მიფრინავს ფასი რაღაცა ბეჭედი ვნახე იმეებზე რო ხო იცით რეზინზე თუ პლასმაზე თუ რაღაცაზე რო არა ქვია მაგ იმას აი ზუსტად რავი რამ ხელა გაჩვე აი მას ხედავთ რამე აი ამ ხელა ოქრო გონდა ზემოდა და დანარჩენი ის შავი ტროსი თუ რავი რა ქვია არ ვიცი რეზინი არ ვიცი ზუსტად რა ქვია მაგ რაღაცა მეც გავიხსენო რა ბომპე არ ვიცი ეს რა ხიშ თქო აი არის ჩანდა ის ოქრო იმ იმაზე 350-ში გაგატა კი რამდენი კრამი არ შევარყიოთ ძალიან გაძვირებულია აი ძალიან და ყველაზე ცუდი არის გოგოებო ის რომ ქართულ ოქროსო აი ეხლა ჩვენთან რაც არის ესე და წარმოებაში არის დიდად ღირებულება აღარ აქვსო ადრე იყო ხოლმე რომ აი ბერძნულ ნაკეთობაზე ოქროს დემაზე დაბალი პრობი აქვს ეს რაღაცა და ახლა უკვე როგორ არიცი რომ აიო ევროპიდან შემოსულსო უკვე ბევრად კარგი ღირებულება აქვსო ვიდრე უკვე აქ გაკეთებულს იმიტომ რომ მე დედა მითხრა რომ უკვე სუფთად რატომ ხსნი არა და გაწიწილი ხوار ვიქნები ვიდეოს ვიღებდე იქ მერე დავარცხნე აი მე ჯემოსიცოცხლე აი ჩავწერო რაღაც და მერე კარგი დე ხო და ურევენო 1000 ნაგავსო და ამიტომ უკვე ღირებულება ისეთი აღარ აქვსო ძალიან გამიკვირდა სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ადრე გეუბნებით რაღაცა ბერძნული ოქრო თქო ესე ვახსენე იქიდან არ ჩამოტანილი მე მაგას რა ფასი აქო და ეხა უკვე თურმე ნუ გაიტყვი და იმას ფასი დადებია და ქართულ ოქროს უკვე ისეთი ღირებულება ადრე როგორც ქონდა ვაიმე ამაზე რგოლი მომიძრო მარიკო ეს ჩემის რო არის ნეიძახ მოაძრო თქო ბავშვმა მომიძრო გაკეთდება მაგრამ ცოტა ის უნდა ჩაიჩი ესე იგი ჩემმა მამამ მითხრეს რომ დახურეო კომენტარებიო რაღაცა პერიოდიო იმიტომ რომ არ ვიცი რის გამო ვიმსახურებ ამ ჰეიტს მაგრამ კარგად არიან ბლომად ხო და არაფერს დახურვას არ ვაპირებ სიმართლე რო გითხრათ თუ ძალიან გააფრენენ მე ვშლი ხოლმე რაღაცებს რაც ძალიან უკვე ზღვარს გადავიდა და რა ვიცი ხალხო მე არ ვიცი ამ ქვეყნიდან რა უნდა წაიღოთ ღირებული მაგრამ სხვის რაღაცებზე თქვენ რაღაცებს რო აგებთ ეს ამას ნამდვილად ვერ წაიღებთ ეს თქვენი ღირსებაში არ ჩაითვლება ამიტომ თქვენი ლანძღვა იკარით შუბლზე რა გაღიზიანებთ ჩემში მე ცოტა ვერ გავიგე ხან სიტყვებს ნუ წელავ ხან იმას ნუ შვებ ხან ამას ნუ შვებ რა ვიცი არ გავიგე რა გავაკეთე ადამიანი უნდა მიიღოთ ისეთი როგორიც არის თქვენ რომ მიწერთ რომ სიტყვებს ნუ წელავ მე ეჭვი მაქვს რომ თქვენ არიცით არ მოგისმენია და ადამიანები ვინც განგებწელავენ რომ ძალიან ტიპად გამოჩნდნენ ალბათ არ ყავთ მოსმენილი თქო ვფიქრობ რავი სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე ესე იგი გუშინ ჩემქვარს დავაბარე მანდარინი ჩემქვარს მიდრეკილება აქვს ძალიან ძვირიანი პროდუქტებისაკენ ანუ დაბალფასეს ვერაფერს ვერ პოულობს ხო და მანდარინი მომიტანა 5 და რაღაც ღირდაო თუ 5-იო არ მახსოვს აი რა ხელა უშვენებელი ერთ მუჩი რომ ეტევა და ის არის რა ვერც მეტევა იმ ხელა და ეხლა გაჩვენებთ ჩემოტანის რაც ხატყობს რომ ფასი ბუნებრივია აშკარად საიმეტევა ერთ მუჩაში მაგრამ ბევრად დაბალი ფასი იყო რა თქმა უნდა და ხო
რა ვიცი, მე ორივე მომეწოდა და რატო გადამეხადა ახლა გლეჯვა 5 ლარი ხო არ იცით. პროცენტ დედამიწი. ხო და ტკბილია უფრო, მან რა ქვია. კაცმა პატარებო ძალიან ტკბილიაო. ეხა აქეთ და თუ მისმე გეტყვი, ისებჯერ რა გითხარი. ტკბილი არის? ძალიან ტკბილი. აბა როგორ მიხდება? ასე არ მოგწონს ჩემი თვალისფერი და ასე როგორ მიხდება? ვარ ბიბზიტველი. აბა მეც. ერთი წუთი მოგიტანო დედიკო წეწებულა. აბა დაენახე შენც როგორი გოგო ხარ. წეწებურა მოვუხარ შეგოგოებო და ჩემი ვარ. შენი ანუ ჩაქრა დედიკო შენი ანუ. დედიკო რატო ხევდე და ანადგურებ ვიცი ხო გადასარავად ვიყენებ რა ნორმალურია ხარ რომ გითხრა თუ დედა ეს რა ვიყიდე და რატო დაკუჭე დედა ასე გამეტებით შენ თვითონ მიირთმევდე წიწებურას მოდი გაუშვი საყვარელოს უნდა მივირთო ეს დაიჭირე დედიკო მოგიწიო მაგიდა დე მარიკო მოგიწიო მაგიდა ასურის გაცემა რატო არ ვიცით რა მე მოხდა ახლა თუ მიყურებს ბავშვის კვებასთან დაკავშირებით რომ შეიშალა ის გოგო უგუნურობაო დაძალებაო პირველი საათია და ჩემი შვილი მშიერია და ამას თუ გუნდრობას ეძაით ახლა მე უნდა დავაწალო ხო დაევიყო მოდიდე აქ მოგიწიო გინდა საყვარელო მარიკო დედიკო მიდი ხალხო გახარია რომ უცემიებ მე ჭურში ვზივარ აი ოღონდ მართლა ჭურში ვზივარ მოდი გავისხნე ვიკითხავს ვინემ დაგპატიჟა დედიკო გამირჩიე და მე მიირთვი რომ გამიხარდეს კარგი ლამაზო კარგი ტელევიზორში ყოფილი ხახდა მე არ ვიცი არ მეყურებია რა ვიცი დღეს დილით ყოფილა და ჩემი დილა 12-ზე იწყება მაგრამ ხვალიდან დაიწყება 9-ზე ბაღი დაიწყო კილოცა მშობლებო დღეს არ წავიყვანა მეთქი ხარ იქნებოდნენ ისე ბავშვები თუმცა ჯგუფს რო გადავხედე ნურას უკაცრავად ბავშვები კლეჩვაზე იქნებიან მაგრამ რავი დღეს არ წავიყვანე მოკლედ ხვალ წავიყვან ხვალ რა ღაზრი აქვს უკვე მაგრამ არა უშავს ხვალ წავიყვან ჩემი სიყვარული ხარდე დიდი მადლობა წადი მიირთვი ახლა დედიკო ეს არის და მაცდი გაუშვი ამას მე გავარჩევდე გაუშვი მიშველეთ გაუშვი მარიკო სწრაფად მიირთვი წიწიბურა თუ შეიძლება დედა ეს მომეც ერთი ცალიდე ხო და არ ვიცი ხალხო ვინცემა არაფერი მეყურებია მე ხო ჭურში ვზივარ დღესაც ესე თქვათ კაი დრო ვატარე გვიანობამდე მეცი ხო და არ ვიცი არა უშო აიღებ კი ბატონო აიღებ რა თქმა უნდა მაგრამ თუ შეიძლება გადაბრძანდე შენ თებშთან რა რატო ცემეს ან რა იყო ეს ცემა ტყეპა და ის რა უბედურება არის რა არეულობა გჭირს ხალხო მე რა ჩვენ თუ ერთმანეთი არ გვეყვარება ხო არაფერი გამოვეხა არავინ არავის არ ავალდებულებს რომ გადახოცები უცხორო ხარ შემიყვარო ხარ რატო უნდა შემიყვარო ხო მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ გძულდი ან რატო უნდა გძულდე აი არც უნდა გიყვარდე არც უნდა გძულდე ხა ჩვეულებრივ რიგითი ადამიანი აი არანაირი ემოციური კავშირი ჩემთან არ უნდა გქონდეს ხო აი ვიღაცა უცხოროს რო გაიგებ რომ აი რატო უნდა გძულდეს ადამიანი ვიღაცა აი არ ვიცი რომ გაირი და ვიღაცა დაინახე ხო და ხა რა თქმა უნდა ყოველს აქვს მიზეზი რომ ვიღაცა ზულდეს თუ ზულს ახლა თად უმიზეზოთ ეგრე შეყარო რავი რატო უნდა გძულდეს მაგრამ რატო ცემეს არა ნუ ხა როცა ახლა თანამდებობაზე იყო და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ვინც იქნება უკმაყოფილი თავისთავად მაგრამ ეს რატო ცემეს და ეგ დეტალები არ ვიცი
ჯანმრთელობა. აღარ მინდა გადავბრძანდით წიბურასთან. მოდი გინა მე გაჭამოდე და თან გამირჩიე. კარგი დედი? შეკოსაც უნდა გავუშვი. კი ბატონო, მირთვი დედიკო და ხრა გემრიელია და. დაღეჭე დედიკო. ორივეს. ასე არა, რაიმე ხალხო სახე რატომ აქ ესე ეთყობა ძილის რეჟიმი მაქვს ძალიან არეული. ეხლა ნახეთ გოგოებო, როცა ესე გაქვთ სახე, ხა როგორც მე მაქვს მაგალითად, რომ ყველაფერს გავს ქალის სახის გარდა, ძილი, ანუ ყველაფერს თავი დაანებე და მოაგვარეთ აუცილებლად ძილი, იმიტომ რომ სხვანაირად არანაირი ტუჩსაცხი, არანაირი წარბის ფიქსატორი, არანაირი მაზი, არაფერი არ გიშველი თუ არ მოგვარდება ძილი. ეხლა მე არეული მაქვს, იმიტომ რომ არ მუშაობ და აიფირო ეგრე ვარ, მაგრამ ამიტომაც მაქვს სახე, ანუ ძალიან მდგომარეობაში მაქვს, ანუ გამონაყარზე კი არ არის საუბარი, რაღაც მიჩხლაჩული სახე მიჩანს რა. რა წამსაც ჩავდგე, აღარ მინდა ეგ, აღარ მინდა, ესენი გააცალე და ბებოს გაუცალე. რა წამსაც ძილი მომიგვარდება, უკვე სხვა სახე მაქვს, ამიტომ გირჩევთ რომ პირველ რიგში მოიგვაროთ რაღაცნაირად გოგოებო ძილი. შეიძლება ერთ ცალი ავიღო? ეს ავიღო? ხო აიღე. შვილო ავიღე, მაგრამ რა მინდა და შეიძლება ავიღო? ხო. მადლობა. არ ვიცი, ამ ვფიქრობ, შეიძლება თმა არ მიხდება ესე მოკლედ, იმიტომ არ ვიცი, მაგრამ რეალურად ეგაა, რომ ძილი ხალხო ძილი რა. ეს არ იმრჩევა. აი დედა, ეს თეთრები უნდა გააცალო საყვარელო. ნახე. აი, ჩემო ლამაზო. მიდი დედიკო გააცალე. აი ამას გააცალე და ამას აქ ბევრი თეთრები. ნახე საყვარელო. ბევრი თეთრები? ხო. ოპა. გავანადგურეთ. ხო და ესე, არ ვიცი ეს ცემატყება ხალხო. იმედი მაქვს რომ ძალიან რაღაცა აქვს გატეხილი ვაგებ და მოგონი ცხვირზე. არ ვიცი რა, რაღაცას მოკარი მოკეთებული რომ დააზიანესო, მაგრამ არ შეიძლება რა. აი დედა. რა კარგად გავარჩიე. წვენი აქვს შადრევანებით ხალხო. სუზეთ გადავიცხე. ჰადე. აბაო რა ეგონაო იმ გოგოს თვალები რომ დაათხრევინაო ის გოგონა თვალები რომ თვალი რომ დაკარგა. ადრეაქციები რომ იყო და რაღაცა. ბუმერანგი, ანუ ბუმერანგის ამბავი. რა თეთრეული საყვარელო. თეთრები? უი, ბოდიში ვერ გავიგე კარგად. ოსტელები არა. მიყვარს ესეთი დილა რაღაცა ჩემთვის. მიგდებული. კონცერტები. კი დედიკო. ხო გემრიელი გააკეთა დედამდე. იჭღანებოდ. რატო იჭღანებია? საღამოდე რა თქმა უნდა გამოვიცვლით. მოვემზადებით მაღლა დედასაც უნდა დავეხმარო რაღაცეებში, რა ყველაფერი მზად აქვს, მაგრამ ჰა. სამწუხაროდ მის შემწარ კარტოფილს და ხორცს ვერ მივირთმევ, იმიტომ რომ მე ცხიმში კეთდება არ არსებობს, მაგრამ ხინკალს მოხარშავე და იმას მივირთმევ აუცილებლად ერთი. ორ-სამცალს მიტიჩები ძლია, მაგრამ ჰადე. ავიტან სასწორს და იქ ავწონე ერთ სალდების ვიღეთ ჩერჭა. რანების ყოფა გაგო გამაგებინე გუში ბიცოჭი. აი ერთ ტორტი როაჭა არ მინდა მეთქი ეს 20 დღელამისი დენიფშამე საყალწო პერიოდები და აი გადავიგლიჯე თავი მეთქი აღარ მინდა. ჰა. რა ძალამატია შეჩერება უნდა იცოდე რა ეგ უნდა გამოიმუშაო ადამიანმა და წინ მაქვს 10 დასაკლები რა დროს ეგ არის მე ვთქვი აღარ მინდა. ისედაც ხანდახან ხო ვარღვევ ხო და ხანდახან კი არა სულ ვარღვევდი ეს მე საყალწო პერიოდი. მაგრამ დღეები მქონდა რომ განტვირთვას ვაკეთებდი რა ეგ მქონდა ხოლმე რომ არსად დაპატიჟებული რო არ ვიყავი განტვირთვას ისჩაგდებით ესე ვაკეთებ. სულ გაგერჩევია ყოჩაღდე. აი
ეგ არა გაგარჩეული, ნახე ლამაზო რამდენი აქვს. რამდენი თეთრი აქვს. ვაიმე. ხო და ეს ჩემი მეგობრებიც აპირებენ მოსვლას და ზუსტად არ ვიცი ოღონდ როდის მოვიდნენ დედას ანახავად. ჰადე. რაო დედიკო, მოგწმინდო? ჩემი სიყვარული. ბევრი გამირჩევი. იმდენად დიდია ეს მანდარინი, ჩვენ რომ მოიტანა, აი წვერი გადმოსდის შადრევანებით. და ყოი კიდევ არის. ერთი დავინახო. მიდოღი 5. ჰადე, მისთვის საყვარელო. ოპა, რა მაგარი გოგო ხარდე. გუშინდელი ვლოგი ისეთი იყო, არც მომილოცია, იმიტომ რომ ახლა წინა დღეების ნაკრები იყო და დაკონახე? ახლა გილოცავთ. დაუჭე. სათაურში კი მოგილოცეთ, მაგრამ ეს ახლა გილოცავთ. ძველი ახალწელს და ზოგადად გილოცავთ ყველაფერს, რა დღესასწაულების ქონდა. ვინც ახლა მიყურებთ და აქამდე მოლოცვა ვერ ნახეთ, იმიტომ რომ ახალი მაყურებლები ხართ. რაც შეეხება იმას კითხოს რომ ისომთქო, რატომ უნდა გიყუროს ადამიანმა? მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორი პასუხი უნდა გამეცა ამ კითხვაზე. აი ლაივშიც მეკითხებიან ხოლმე. აი რა უნდა გამეცა პასუხი და ერთადერთი მივხვდი, რატომ უნდა გიყუროს ადამიანმაზე პასუხი არის ჩემი ეს რომ გაიგოთ, უნდა მიყუროთ. ყველაზე კარგად გქონია რომ ეს ჯდება ამ ამბავში. მირთვი დედიკო? ჯერ უნდა მიირთვა საკვები და მე იმიტომ ეხა მე რო დავიწყო, იცი რა 100-ია, ისია, ამიტომ უნდა მიყურო. არა, მიყურე და თავად გადაწყვიტე გიღირს თუ არა, რომ მიყურო, მომისმინო. და რამდენად საინტერესოა, რამდენად ისევა რა ხო ხვდებით რა. ფიქრობ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ და ამისათვის უნდა უყუროთ რაღაცა გარკვეულ ვიდეოებს, რომ აი ადამიანები ვინც ახლები ხართ, რა არის? რა თმიდა ეს გადააგდე დედა შენ თუ პირში გედო მე უნდა შევჭამო მე როგორ შეიძლება საყვარელო, ჰა? აი ეს. კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი პასუხი ჩემგან ეს არის, თორემ მე კი არ მესარება იმის ჩამოთვლა, რატო შეიძლება მიყურო. ანი, ამევწამე. შენ თუ მიირთვი, მე რატომ უნდა მივირთვა დედიკო? არ შეიძლება მერე და არ გაქვს მირთმეული, უზედა არ ყველაფერი და აღარ მიირთვი შვილო. ენის დადება მირთმება არ არის, ჩაკბიჩე და ლაივში უნდა გამოსულიყავი გუშინ, მაგრამ ვერ გამოვედი. ძალიან ქალშური მდგომარეობა გვაქვს ოჯახში შინა. ძირითადად სადილების კეთება იზრდებაში და ვერ ვაკვეხებ ლაივს ვერცად. და ხო, აუდიტორიის მოგროვებაზე იყო კიდე და აქვე ვიტყვი. ხალხო, აუდიტორია მოგიგროვდება თუ გახვალთ ლაივში ბევრად სწრაფად. ეხლა დააკვირდით, გადახედეთ ადამიანებს. მე ჯერ 2007-დას რაღაცაზე ვარ და ხალხს 4000 ყავს, 5000, 6000, 7000, იმიტომ კი არ ყავთ, რომ ამ რითმით მიდია, ვთქვათ რა რითმითაც, თუნდაც მე და გავდივარ 1000 ერთხელ ლაივში, ეს მართლა 1000 ერთხელ არის, როგორც მე გავდივარ. არა, უნდა იყოთ ძალიან ხშირად ლაივში, რომ როგორც ფორიუ ისე გაგაგდოთ YouTube-მა და მოიზიდოთ აუდიტორია. ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა მე ნუ ვიყურებ, მე ღვთისამადად იმედად ვარ დატოვებული, იმიტომ რომ ნუ ვერ გამოვდივარ სამწუხაროდ ლაივში და ვერ მიხერხდება, თორე ერთი კვირის მანძილზე, აი კვირაში ორჯერაც რო გამოვიდეთ, ძალიან სწრაფად აუკრიფავ 3000-ს, 4000-ს, 5000-ს და ასე შემდეგ. ამას ჭირდება შრომა, ამას ჭირდება ლაივები და აუცილებლად უნდა გახვიდეთ. და მე მიხარია რომ გადავხედავ და ემატებათ, გასაგებია უკვე რომ ლაივში არიან და ეს არის ძალიან კარგი. სხვანაირად ძალიან რთულია, როცა ყოველდღიური ვლოგები გაქვს ხალხის მოზიდვა. ხა არიან მაგალითად იუთუბერები, რომლებიც ისედაც TikTok-ზე აი გაფრენილი რიცხვი აქვთ გამომწერების ყავთ და ასევე ვთქვათ Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე მარტივია ძალიან მე ხალხის გადმოყვანა გესმით, იმიტომ რომ მათ სხვა კონტენტი აქვთ და ძალიან უფრო მეტად გადმოდის მაყურებელი და შენ რო ყოველდღიური ვლოგი გაქვს,
ცოტა რთულია კიდე რაღაცნაირად ხალხის მოზიდვა, ამიტომ არის ლაივები აუცილებელი. ასე რომ არ დაგეზაროთ და თუ ყავს დიდი აუდიტორია, ეხლა დიდი აუდიტორია ყავდეს და უბრალოდ გამოწერი ყავდეს და არ გიყურებდნენ და ის ეგრე ხაზრი არ აქვს, რამდენიც გინდა ყავდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც დაუშვათ 3000-დან 4000-დან უფრო მეტი ნაწილი მეტნაკლებად გიყურებს, რაც მე საბოლოო ჯამში შესხელფაზე რა თქმა უნდა კარგად აისახება და ახლა თუ ვიღებ დაუშვათ 2 თვეში ერთხელ, მე ავიღებ ყოველ თვე, როცა აუდიტორია ყავს დიდი და გიყურებს ისინი აუდიტორია. ასე რომ რა თქმა ყველაფერი არის ხალხო ერთმანეთზე მიბმული რა. დედიკო, არა, ენის დადება არ დავინახო დედიკო. თუ გინდა ჩაკბით შესაყვარელო და ისე მიირთვი. ასე რომ ლაივები არის ძალიან კარგი და ვისაც გაქვთ დრო და გადიხართ ხალხო, თქვენი დროის და თქვენი მონდომების 1% გამიყავით. არა მონდომები მომეწმოთ, არა. ეხლა ლაივში გავდივარ, არ მთელი ოჯახის წევრი რომ ესე ზის და მაგათად ტელევიზორთან ან სუფრასთან სხედან არ აქვს მნიშვნელობა, მე ვერ გამოვეჭენები ახლა ამ ლაივში და ამიტომ გამოდის რომ ვერ ვარ ხოლმე. ასე რომ გაგიმარჯოთ ვისაც შეგიძლიათ გადმომასხი თქვენი წყალი. იმიტომ რომ უკვე 2000 მაღიზიანებს, ვიდრე უკვე 3000 ვიყო. ხო და დიდი მადლობა ვისაც გამოწერილი ყავართ, 2700-ს რაღაც ვართ არ მახსოვს ზუსტად. ყველას ძალიან დიდი მადლობა ნებისმიერ ადამიანს ხალხო, ესე არ არის რომ ერთი ადამიანს რო გემატება, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმერთიდან ვერ ხდება, ხო ძალიან ბევრი. ასე რომ ყველას დიდი მადლობა. ახლა გემშვიდობებით. არ მინდა თავი მოგაბეზროთ, იმიტომ რომ ბნელა და ვერაფერს ვერ ვაკეთებ გარდა იმისა, რომ ვიჯდე. დიდი მადლობა რომ მიყურეთ. უბრალოდ მე და მარიკოს ვიყურეთ.